საღამო მშვიდობის დღეს 23 მაისია, პარასკევი ვსაუბრობთ მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ, დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. ჩვენ შევისწავლეთ ძირითადი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც აფასებდნენ მომსახურების ხარისხს ზოგადად. ყველაზე მაღალი შეფასება სააფთიაქო მომსახურებას და ყველაზე დაბალი ჯანდაცვის სექტორს. კვლევის პროგრამაში არ შევისწავლეთ ძირითადი მიზეზები, რის გამოც გამოთქვამენ უკმაყოფილებას. რა კრიტერიუმები განსაზღვრავს მიღებული სერვისებით მომხმარებლის კმაყოფილებას? ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის არის პროფესიონალური კადრები. როგორია კომპანიების გამოწვევები კლიენტებთან ურთიერთობის პროცესში? დავიწყეთ ბიზნეს სექტორიდან, ჩვენ თვითონ მივედით, შევთავაზეთ კორპორატიული დაზღვევა და ფაქტორები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მომსახურების ხარისხზე. განათლება, მენეჯმენტი, პოლიტიკა, სერვისებით კმაყოფილების დონის კვლევა საქართველოში და მიღებული შედეგები. რა განაპირობებს ჩავარდნებს ცალკეულ სექტორებში, დადებითი საერთო ტენდენციის ფონზე. სააფთიაქო გასართობ შემეცნებითი და თავის მოვლის ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც მომხმარებლები მაღალ შეფასებას აძლევენ. გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ACT-ის კვლევის თანახმად, რომლის ფარგლებშიც 804 ზრდასრული მოქალაქე გამოიკითხა, სერვისების ზოგადი კმაყოფილების დონე საქართველოში გაზრდილია, თუმცა ცალკეულ სექტორებში მომსახურების ხარისხი კვლავ პრობლემად რჩება. კერძოდ ახალი კვლევით კმაყოფილების დონე შემცირდა მიტანის, საცალო ვაჭრობის და ტაქსით მომსახურების სფეროებში, ხოლო მნიშვნელოვნად გაიზარდა მობილური ოპერატორებისა და ინტერნეტ პროვაიდერების, ასევე საბანკო, საფინანსო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების სფეროებში. ამასთან, წინა კვლევის მსგავსად ახალ კვლევაშიც მცირე ზრდის მიუხედავად მომსახურებით კმაყოფილების დონე კვლავ ყველაზე დაბალი რჩება დაზღვევისა და ჯანდაცვის სექტორებში. რაც შეეხება მოლოდინებს კომპანიების მხრიდან სერვისების მიწოდების პროცესში, ირკვევა, რომ მომხმარებლებისთვის ღირებულებაზე უფრო მნიშვნელოვანი მომსახურე პერსონალის თავაზიანობა და ყურადღებაა. მოკლედ, როგორია ბოლოდროინდელი ტენდენციები მომსახურების ხარისხით კმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომელი ფაქტორები ახდენს გავლენას სერვისების მიწოდების გაუმჯობესება გაუარესებაზე სხვადასხვა სექტორებში და რა გამოწვევების წინაშე დგანან მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიები. დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ. სტუმრები კი იქნებიან გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ACT-ის კვლევითი ანალიტიკოსი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძე და სადაზღვევო კომპანია ალდაგის ბათუმის ფილიალის მმართველი ნონა ბარამია. გადაცემის მსვლელობისას წარმოგიდგენთ თემაზე მომზადებულ ვიდეო მასალებს და კომენტარებს და გაგაცნობთ მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის, ჯანდაცვის სექტორის და სადაზღვევო სფეროს უახლეს და დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს. მას ასე დავიწყოთ და თავდაპირველად ACT-ის კვლევის მიმოხილვა. გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის ACT-ის კვლევის თანახმად, რომლის ფარგლებშიც 804 ზრდასრული მოქალაქე სატელეფონო გასაუბრების მეთოდით გამოიკითხა, საქართველოში მომსახურების ხარისხით ზოგადი კმაყოფილების დონე ბოლო 3 წლის განმავლობაში გაზრდილია. კერძოდ, თუ 2023 წელს ეს მაჩვენებელი 10 ბალიანი სკალით მხოლოდ 6.74 მიასედი იყო, 2025 წელს უკვე 7.04 მიასედს მიაღწია, შესაბამისად ზრდამ შეადგინა 0.4 პუნქტი, რაც აღემატება 7 ბალს და არის საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი. ამავე კვლევის თანახმად მიმდინარე წელსაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო სააფთიაქო მომსახურებამ, კერძოდ მომხმარებელთა კმაყოფილების დონე ამ სფეროში გაიზარდა 0.16 მიასედი პუნქტით და მიაღწია 8.75 მიასედს, რაც შეეხება სხვა სერვისებს, კმაყოფილების დონე 8.26 მიასედია გასართობ შემეცნებითი ხასიათის მომსახურებებში, 8.24 მიასედი სილამაზისა და თავის მოვლის მომსახურებებში, 8.2 მიასედი მიწოდება მიტანის სერვისებში, 8.3 მიასედი მობილური ოპერატორებისა და ინტერნეტ პროვაიდერების სერვისებში და 8.1 მიასედი რესტორნების, კაფეებისა და ბარების მომსახურებაში. მონაცემების შედარებით დაბალი შეფასების მქონე სერვისების შესახებ ACT-ის კვლევის თანახმად მიმდინარე წელს მიუხედავად მაჩვენებლების გაუმჯობესებისა ყველაზე დაბალი კმაყოფილების დონე გამოვლინდა ჯანდაცვისა და სადაზღვევო სერვისებში, კერძოდ საავადმყოფოების, კლინიკებისა და ლაბორატორიების შემთხვევაში ინდიკატორი 2025 წელს 2023 წელთან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 0.1 მიასედი პუნქტით და მიაღწია 6.98 მიასედს, ხოლო დაზღვევის მომსახურებაში გაიზარდა მხოლოდ 0.5 მიასედი პუნქტით და მიაღწია 7.23 მიასედს, რაც შეეხება სხვა სერვისებს დაბალი შეფასება მიიღეს ასევე საბანკო საფინანსო სფეროს, ტაქსის, საცალო ვაჭრობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებებმა.
და ბოლოს მონაცემები მოლოდინების შესახებ სერვისების მიღების პროცესში ACT-ის კვლევის თანახმად, ისევე როგორც 2023 წლის კვლევის შემთხვევაში მომხმარებლების დიდი უმრავლესობისთვის 42%-ისთვის მომსახურებისას ყველაზე მნიშვნელოვანი არის მომსახურე პერსონალის თავაზიანობა და ყურადღება, რაც შეეხება სხვა კრიტერიუმებს, 18%-ისთვის მნიშვნელოვანია მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, 9%-ისთვის სისწრაფე და ოპერატიულობა, 3%-ისთვის გარემო და ინფრასტრუქტურა და მომხმარებლის მოთხოვნებზე და საჭიროებებზე მორგება, თითო პროცენტისთვის კომუნიკაციების ფორმა, მრავალფეროვანი საკომუნიკაციო არხები, ფასები და ხარისხის შენარჩუნება, 2%-ისთვის სხვა, ხოლო გამოკითხულთა 19%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. ასეთია გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის კვლევის შედეგები მომხმარებელთა კმაყოფილების დონის შესახებ. კიდევ უფრო მეტ საინტერესო დეტალს გამოკითხვის შემაჯამებელი ანგარიშიდან ველით სტუმრისგან ნინო პაქსაშვილი ACT-ის კვლევითი ანალიტიკოსი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი. ის უკვე ხაზზეა და მალე შემოგვიერთდება, მანამდე კი ვიდეო მასალა. გავიგოთ რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს კომპანიები, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ. კომპანია 2007 წელს დაარსდა, მისი საქმიანობა წყალმომარაგების და კანალიზაციის საავაριო მდგომარეობაზე მომსახურება იყო თავიდანვე და 24 საათის განმავლობაში მომსახურებას უწევთ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და ახლა უკვე ზუგდიდის მოსახლეობას და ორგანიზაციებს. კომპანიას გეტყვით, რომ ამჟამად 4 ფილიალი აქვს, მიმდინარე წელს მაისის თვეში ახლა გაიხსნა ზუგდიდის ფილიალი, რომელიც მოემსახურება სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონის როგორც მოსახლეობას, ასევე ორგანიზაციებს შიდა და კერძო ქსელების ნაწილში, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ყველა რეგიონში რეგიონული ფილიალების გახსნა, სადაც 24 საათის განმავლობაში მოემსახურება კომპანიის ყველა სერვისით ადგილობრივ მოსახლეობას. ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის არის პროფესიონალური კადრები, რაზედაც კომპანია მუდმივად მუშაობს და ასევე იწვევს დაინტერესებულ პირებს სტაჟირებაზე მიიღოს, სწავლება განახორციელოს და დაასაქმოს, განსაკუთრებით ადგილობრივი და რეგიონში არსებული მაცხოვრებლები, ასევე კომპანია თანამშრომლობს პროფსასწავლებლებთან, ასევე მემორანდუმი აქვს გაფორმებული კოლეჯ სპექტრისთან, რომელიც ამზადებს კონკრეტულად წყალმომარაგების და სანტექნიკის მიმართულებით მოსწავლეებს და ჩვენც ჩართულები ვართ მათ სწავლაში, პრაქტიკულ გამოკვეთილებში და შემდგომ უკვე შერჩევა დასაქმებაში მათი შემდგომი პროფესიული გზით განვითარების მიზნით. ჩვენი კომპანია დაარსდა 2022 წელს. პირველი კომპანიის საქმიანობა იყო ფარული ჟონვის, წყლის ფარული ჟონვის აღმოჩენა, ვინაიდან ამის პრობლემა იყო ჩვენ ქალაქში. და უწევდათ ხალხს დამპრევამდელი სახლების, ანუ იმის ადგილის მოძებნა. შევიძინეთ ეს აპარატურა, ჩამოვიტანეთ, შევქმნით სტენდი, შევისწავლეთ ეს და შემდეგ უკვე ვასწავლით ჩვენ თანამშრომლებს ნელ-ნელა. იყო ერთი ჯგუფი, დავამატეთ მეორე, ეხლა გვყავს უკვე მესამე ჯგუფი და ვიზრდებით ნელა-ნელა ჩვენი ქალაქისთვის, რომ ჩვენ ქალაქს უფრო მეტი სერვისი მივაწოდოთ. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად არიან ბიზნეს სექტორი. ასე დავიწყეთ ბიზნეს სექტორიდან, ჩვენ თვითონ მივედით, შევთავაზეთ კორპორატიული დაზღვევა და რომელთაც სრულად დღემდე სარგებლობენ. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვემსახურებით ბიზნეს სექტორს. რა თქმა უნდა, მოსახლეობაშიც ვაკეთებთ ამ ყველაფერს. გამოწვევა გვაქვს ასეთი, ჩვენ კადრების გამოწვევები, აი კადრების გადამზადება, კადრების შექმნა, რომ ამ კადრებმა ეს ყველაფერი პატიოსნად გააკეთონ ჯერ ერთი პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა მოიხსენებოდა არა მარტო ამ სექტორში, ყველა სექტორში დღეს ჩვენ ქვეყანაში. კარგი იქნებოდა რომ არსებობდეს აი გადამზადების კურსები ამის. უკვე კონკურენტული გარემოა საკმაოდ გვიწევთ კონკურენტებთან რაღაცით შებრძოლება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია და ამისთვის მზად ვართ.
და ახლა ჩვენ შეკითხვებს მომხმარებელთა კმაყოფილების დონის უახლეს კვლევასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში დაპირებისამებრ სტუმარი ACT-ის კვლევითი ანალიტიკოსი ნინო პაქსაშვილი უპასუხებს. Საღამომშვიდობის ნინო, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ პრინციპში მოვისმინეთ ესე ვთქვათ იმ კომპანიების კომენტარები გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც მომსახურების სფეროში საქმიანობენ. მათთვის მთავარი გამოწვევა არის საკადრო კრიზისი ერთგვარი, რაზეც ბოლო რამოდენიმე წელია აქტიური საუბრები მიდის ზოგადად ბიზნეს სექტორში და ბუნებრივია რამდენად კმაყოფილია ადამიანი მიღებული სერვისით და მომსახურებით დამოკიდებულია კადრების კვალიფიციურობაზე. ჩვენ ვნახეთ თქვენი კვლევის შედეგებში, რომ ადამიანებისთვის ზოგიერთ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად ფასზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ ახდენს კომუნიკაციას მასთან, ესე ვთქვათ, მომსახურების მიმწოდებელი. მოკლედ, თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ იმ კვლევაზე, რომელიც წარმოადგენთ იმ კონტექსტში, რომ როდესაც ჩვენ ესე ვთქვათ სექტორების წარმომადგენლებს ამ კვლევის შესახებ ვესაუბრებოდით, მათ მთავარი კითხვა უჩნდებოდათ, რას დაეყრდნო ამ კვლევის შედეგები. აი, მცირე განმარტება რომ გავაკეთოთ კვლევის მეთოდოლოგიაზე და ვალიდობასთან დაკავშირებით. მოგესალმებით. ACT კვლევამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩაატარა სერვისის ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების კვლევა, რომლის მიზანი იყო გაგვეგოთ, როგორ აფასებს საქართველოში საზოგადოება მომსახურების ხარისხს. კვლევა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2025 წლის აპრილში, შემთხვევითი შერჩევის გზით გამოვიკითხეთ 804 ზრდასრული ადამიანის სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით. ჩვენ ანალოგიური კვლევა ჩატარებული ჰქონდა 2023 წელსაც იგივე მიდგომით. ამიტომ ჰქონდა შესაძლებლობა შეგვეტარებინა მონაცემები. რეპრეზენტატულობაზე რა შეგიძლიათ თქვათ, გამოკითხული ესე ვთქვათ რესპონდენტები რამდენად წარმოადგენენ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, რომ კვლევის სანდოობა არ დააყენოს ვინმე ეჭვის ქვეშ. კვლევა ჩაატარდა სრულად შემთხვევითი შერჩევის გზით. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მოიცვა მთლიანი საქართველოს მასშტაბი და კვლევის ცდომილება იყო 3.5%. ასახავს ეს შედეგები საქართველოს მოსახლეობის აზრს. მთავარი ტენდენციები რაც გამოიკვეთა და თქვენთვის რაც იყო საინტერესო წელს ჩატარებული კვლევის მიღებული შედეგებიდან, რომ გაამახვილოთ ყურადღება თუ შეიძლება. ზოგადად მომსახურების ხარისხით კმაყოფილების მაჩვენებელი 2025 წელს 2023 წელთან მიმართებით გაიზარდა. თუ თითოეულ სფეროს შევხედავთ, თითქმის ყველა სფეროში გვაქვს მატრება, გარდა მიწოდებამიტანი სერვისებისა და სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები, მინიმარკეტები, მაღაზიები და მოლების კატეგორიებისა. როგორც უკვე ახსენეთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც 2025 წელს, ასევე 2023 წელს მომსახურების ხარისხით კმაყოფილების კუთხით ქონდა სააფთიაქო მომსახურებას. ასევე მიმდინარე წელს ტოპ 3-ში მომსახურების ხარისხით კმაყოფილებით მოხდა გასართობ-შემეცნებითი ხასიათის მომსახურებები, როგორიც არის მაგალითად კინო, თეატრი, მუზეუმი, ბავშვთა გასართობი ცენტრები და ასევე სილამაზის და თავისმოვლის მომსახურებები. თუ მონაცემებს შევადარებთ, მომსახურების ხარისხით კმაყოფილების მაჩვენებთან ყველაზე მეტი მატრება გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილში, ასევე შედარებით მაღალია მატება მობილური ოპერატორების ინტერნეტ პროვაიდერების ნაწილში და საბანკო საფინანსო სფეროში. თუმცა გარდა იმ ორი სფეროზე, რომელიც უკვე ვახსენე, თითქმის ყველა სფეროში არის მატება. რაც შეეხება ტენდენციას, თქვენი დაკვირვებით ნიშნავს ეს ხარისხის გაუმჯობესებას, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ კორელაციაშია კვლევა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან თუ ეს ასახავს ესე ვთქვათ გარკვეულ ტენდენციას, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ შეზღუდულ ფარგლებში. კვლევის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ მომსახურების ხარისხით კმაყოფილება საზოგადოებაში. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ ამ კვლევის საფუძველზე, რომ მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა. ეს არის საზოგადოებრივი აზრი, როგორ აფასებს მომსახურების ხარისხით კმაყოფილებას თითოეულ სფეროში. კვლევის კიდევ ერთი საგანი იყო, გავიგოთ თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რისი მიხედვითაც საზოგადოება აფასებს მომსახურების ხარისხს. და როგორც ირკვევა საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმად სახელდება მომსახურე პერსონალის თავაზიანობა და ყურადღებიანობა, ასევე ტოპ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ეს არის მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმად სახელდება მომსახურების სისწრაფე და ოპერატიულობა.
და ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ საერთო შედეგებისა, თქვენი შეფასებით რა გამოკვეთა ამ კვლევამ ამ მიღებულმა შედეგებმა ამ ეტაპისთვის მომსახურების სექტორში? კვლევის შედეგები რო შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა სფეროში საზოგადოება მომსახურების ხარისხით უფრო მეტად არის კმაყოფილი ვიდრე 2023 წელს იყო. ის ძირითადი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მომსახურების ხარისხს აფასებენ, რადგან 2023 წლის კვლევის შედეგებითაც, ან მიმდინარე წლის კვლევის შედეგებითაც ანალოგიური თანმიმდევრობით მოგვხვდა. შეიძლება ითქვას, რომ შედარებით სტაბილურია, ანუ ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მომსახურების ხარისხით კმაყოფილებას განსაზღვრავს, არის შედარებით სტაბილური. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გარემო არის შედარებით არასტაბილური, შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის გამოცდილება და ამან იქონიოს გავლენა მომსახურების ხარისხით კმაყოფილების შეფასებაზე. გარემოში რას გულისხმობთ, რომ დაგვიკონკრეტოთ თუ შეიძლება? დამოკიდებულება, მოლოდინები, მაგალითად მომხმარებლის გამოცდილება, რაც აქვს კომპანიისგან, ან სერვისის მიმწოდებლისგან. და ხომ არ გეგმავთ საომალოდ მსგავსი კვლევის ჩატარებას, რომელიც უფრო ნათლად და უფრო სიღრმისეულად გამოკვეთს ამ ტენდენციებს? ჩვენ პერიოდულად ვატარებთ ხოლმე სხვადასხვა ტიპის კვლევებს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გვაქვს 4 ძირითადი მიმართულება, ეს არის მომხმარებლის ხმა, ბიზნესის ხმა, საზოგადოების ხმა და ციფრული ტრენდები და ამ მიმართულების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის კვლევებს ვატარებთ ხოლმე რეგულარულად. და ალბათ უახლოეს პერიოდშიც უნდა ველოდოთ კონკრეტული მიმართულებით ახალი კვლევის შედეგებსაც. კი ბატონო, სხვადასხვა მიმართულებით რეგულარულად იდება ჩვენს ვებგვერდზე კვლევის შედეგები და შეგიძლიათ გაეცნოთ. ამ ინიციატივის მიზანი არის, რომ ესეთი ტიპის მონაცემები იყოს ხელმისაწვდომი და ხელი შეუწყოთ ინფორმაციულ და საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილების მიღებას, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს ნინო პაქსაშვილი გახლდათ, გლობალური კვლევითი საკონსულტაციო კომპანია ACT-ის კვლევითი ანალიტიკოსი. პირდაპირ ეთერში რამდენიმე წამში დავბრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძე. ის მომხმარებლების მიერ ყველაზე დაბალი ქულით შეფასებული ჩანდაცვის სერვისების შესახებ ისაუბრებს, კერძოდ უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს სექტორში არსებულ გამოწვევებზე. მანამდე კი კვლავ სტატისტიკა და ვიდეო მასალა. დავიწყოთ ამჯერადაც სტატისტიკით და გავეცნოთ უახლეს ეკონომიკურ მაჩვენებლებს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ბრუნვის მოცულობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში გაიზარდა. კერძოდ ზრდამ აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 22.7% და მიაღწია 521 მილიონ ლარს, ხოლო პირველ და მეორე კვარტლებში შესაბამისად იყო 418 და 409 მილიონი, რაც შეეხება დინამიკას წლიურ ჭრილში. ბრუნვის მოცულობა 2023 წელს იყო 1.716 მილიონი, 2022 წელს 1.599 მილიონი, 2021 წელს 1.465 მილიონი, 2020 წელს 1.152 მილიონი და 2019 წელს 1.157 მილიონი. შესაბამისად ტენდენცია არის მზარდი. ამავე მონაცემებით 2024 წლის მეოთხე კვარტალში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში გაზრდილია პროდუქციის გამოშვებაც. კერძოდ ზრდა მესამე კვარტალთან შედარებით ამ შემთხვევაში შეადგენს 18.4% და აღწევს 778 მილიონ ლარს. მაშინ, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი მეორე კვარტალში იყო 653, ხოლო პირველ კვარტალში 631 მილიონი, რაც შეეხება დინამიკას წლიურ ჭრილში. პროდუქციის გამოშვება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში 2023 წელს იყო 2.722 მილიონი, 2022 წელს 2.628 მილიონი, 2021 წელს 2.824 მილიონი, 2020 წელს 1.991 მილიონი და 2019 წელს 1.953 მილიონი. შესაბამისად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2021 წელს. მონაცემები დასაქმების შესახებ საქსტატის ინფორმაციით 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 0.4% და მიაღწია 74,500, ხოლო პირველ და მეორე კვარტლებში შესაბამისად იყო 73,800 და 74,000 კაცი, რაც შეეხება წლიურ დინამიკას.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში 2023 წელს დასაქმებული იყო 79400 კაცი, 2022 წელს 78100, 2021 წელს 77100, 2020 წელს 75600 და 2019 წელს 74900. შესაბამისად ტენდენცია 2023 წლის ჩათვლით იყო მზარდი. და ბოლოს მონაცემები ხელფასის შესახებ საქსტატის ინფორმაციით 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება გაიზარდა 8.8% და გადააჭარბა 1800 ლარს, ხოლო პირველ და მეორე კვარტლებში შესაბამისად იყო 1521 და 1564 ლარი. რაც შეეხება დინამიკას წლიურ ჭრილში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 2023 წელს იყო 1495, 2022 წელს 1366, 2021 წელს 1290, 2020 წელს 1082 და 2019 წელს 1036 ლარი. შესაბამისად ტენდენცია არის შეუქცევადად მზარდი. ეს რაც შეეხებოდა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების უახლეს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ახლა კომენტარები ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ პირდაპირ ეთერში ვიდეო მასალის დასრულებისთანავე სტუმართან სანდრო ურუშაძესთან ერთად დავბრუნდებით. მოთხოვნები ჩვენ საზოგადოებას წლიდან წლამდე უფრო მეტად ეზრდება და კვლავაც გაეზრდება. შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებებიც იცით თქვენ რომ უმეტესობა არის კერძო სამართლის სუბიექტი, სადღაც 90%-მდე. შესაბამისად ისინი დაინტერესებული არიან, ბუნებრივია, რომ მათი მომსახურების ხარისხი იყოს მაღალი. ზოგადად სამედიცინო დახმარების ხარისხის თემა განაპირობებს კმაყოფილებას, ალბათ დამეთანხმებით. თუ განვიხილავთ იმ კუთხით, რომ რამდენი საჩივარი შევიდა ამ სფეროში, თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენი გაერთიანება წლებია დაკავებული არის სამედიცინო შემთხვევებზე, ასე ვთქვათ, რეცენზირებით, მომსახურებას ვავსვიდით როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიებს და დამოუკიდებელ კლინიკებს. საგრძნობლად გაზრდილი არის წინა წლებთან შედარებით მომართვიანობა ამ კუთხით. ღრმა ანალიზი ჭირდება უფრო რა მიმართულებების გამო არის ამ სფეროში უკმაყოფილება, მაგრამ მე გავიზიარებდი ამ კვლევის პირველ მუხლს, რომ თავად კლინიკებში უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პაციენტებთან ურთიერთობას. და ეს ერთ-ერთი პრობლემური საკითხი არის, რაზეც თავად ჩვენი გაერთიანება წლებია საუბრობდა და ამის ერთ-ერთი გამოსავალიც შევთავაზეთ თავის დროზე ქვეყანას, რომ უნდა ყოფილიყო ეთიკური კომიტეტები კლინიკების დონეზე, რომლებიც თავის თავზე მიიღებდა ამ პირველადი საჩივრების განხილვას და ამავდროულად პაციენტი უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, რომ კლინიკაში მოქმედებს დამოუკიდებელი ექსპერტების დაკომპლექტებული ეთიკური კომიტეტი, რომელიც განიხილავს პრობლემური ჩარევის შემთხვევაში კლინიკური კუთხით ამა თუ იმ შემთხვევას. საერთაშორისო პრაქტიკა გვეუბნება, რომ სადღაც 50% ამ დონეზევე წყდება საჩივრების შემთხვევაში და კლიენტიც უფრო კმაყოფილი მიდის. ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის მიერ დამტკიცებული სტანდარტები, AISHQA არის ასეთი ორგანიზაცია, ითვალისწინებს სწორედ ესეთი ეთიკური კომიტეტების, კლინიკური კომიტეტების არსებობას კლინიკურ დონეზე და ასევე სტანდარტებში გაწერილია ძალიან მკაცრად პაციენტთან დამოკიდებულება. სწორედ ამ მიმართულებით პაციენტი უნდა იყოს კარგად ინფორმირებული, შემდეგ ის ინფორმირებული თანხმობა არ უნდა იყოს მხოლოდ საბუთისთვის გაკეთებული და აი ეს პროცედურა დაცული უნდა იყოს და შემდეგ ამ კომიტეტებზე განხილვა უნდა იყოს ასევე გამჭვირვალე პაციენტისთვის, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის. ეს გაცილებით გააუმჯობესებს ამ ვითარებას.
პირველ რიგში ეს არის გეოგრაფიული მდებარეობა, იმიტომ რომ მოსახლეობა არის მაღალმთიან რაიონში, რომელსაც არ აქვს გამართული სერვისის მომსახურება. შემდეგ არის ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციის არქონა, შემდეგ არის კლინიკებსა და პაციენტს შორის გაურკვევლობა და არაგამჭვალობა გადასახადის მხრივ და აგრეთვე ჩატარებული მკურნალობის შედეგების არასრული რეალიზაცია. არის მრავალი ფაქტორი. პირველ რიგში არის განათლება, მენეჯმენტი, პოლიტიკას გულისხმობ ამ მხრივ, როდესაც ჯანდაცვის მინისტრები იცვლებიან, ისინი იწყებენ ახალ რეფორმებს და ეს რეფორმები არასდროს არ არის დასრულებული, რაც იწვევს გაურკვევლობას და ქაოსს. აგრეთვე კარგი კადრების გადინება ხდება საქართველოსთან სამწუხაროდ და ვინც არის დარჩენილი, ისინი იმყოფებიან ეგრეთ წოდებულ სტრესულ მდგომარეობაში, ანუ მათ აქვთ გადაღლის სინდრომი, მუშაობენ მუდმივად და შესაბამისადაც რაოდენობაზე არის ორიენტირებული გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად კერძო სექტორები არის ეს კლინიკები და არა ხარისხზე და გამომდინარე აქედან რაოდენობასა და ხარისხს შორის ძალიან დიდი სხვაობა იძლევა, რაც იწვევს რა თქმა უნდა პაციენტის უნდობლობას და უკმაყოფილებას. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ჯაჭვურად, უნდა იყოს განათლება, ანუ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ექიმების კვალიფიცირებაზე, აგრეთვე უნდა იყოს ექიმების წახალისება და ნორმალური ანაზღაურება, იმიტომ რომ ამ ექიმების უკან ოჯახები დგას, რომელიც უნდა არჩენო და ერთი ექიმი 5 ადგილას არ უნდა მუშაობდეს, აგრეთვე უნდა იყოს პაციენტთან სწორად შემდგარი კომუნიკაცია, რომ პაციენტმა იცოდეს თავისი მკურნალობის თანმიმდევრული ეტაპები და სერვისი უნდა იყოს გამართული და ხელმისაწვდომი სერვისი, რომ პაციენტს შეეძლოს სრულყოფილი მკურნალობისა და დიაგნოსტირების ჩატარება, იმის მიხედვით, რა ბიუჯეტიც აქვს. და ახლა საკუთარ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები შეიძლება განაპირობებდეს მომსახურებით კმაყოფილების დაბალ დონეს ჯანდაცვის სექტორში, სტუმარი საქართველოს რომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძე გაგვიზიარებს. საღამოშვიდობის ბატონო სანდრო, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვფიქრობ, არ ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც ადრეც არ გვიმსჯელია ჯანდაცვის სექტორში ყოველთვის იყო ის ფაქტორები, რომლებიც ახდენდნენ ნეგატიურ ზეგავლენას მიწოდებულ სერვისებზე, თუმცა ფაქტია, რომ ინდიკატორი ორ სხვადასხვა პერიოდში 2023 და 2025 წლებში აჩვენებს იმას, რომ ძალიან უმნიშვნელოდ გაიზარდა ხარისხი ჯანდაცვის სფეროში, მომსახურების მიწოდების ხარისხი. თქვენი შეფასებით, რა შეიძლება იყოს მთავარი ფაქტორები, რომლებიც ახდენენ ამ ყველაფერზე ზეგავლენას? საღამოშვიდობისა. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის დაფინანსება. მთავარი კითხვა, რამდენად ამ დახარჯულმა თანხებმა ასახვა ხარისხზე მომსახურების. იმიტომ რომ მომსახურების ხარისხი ორგვარია. პირველი არის ხარისხი, რომელიც გულისხმობს დამოკიდებულებას პაციენტის მიმართ, იმ თავაზიანობას, რომელიც აღნიშნული იყო კვლევაზე. პაციენტი, რომელიც ისედაც სტრესულ მდგომარეობაშია, სამწუხაროდ ხშირად ცნობს უყურადღებობას, უხეშ დამოკიდებულებას. ხშირად სამწუხაროდ ექიმი არ არის მზად, რომ ყურადღება დაუთმოს პაციენტს იმდენი, რამდენიც სწორედ საჭიროა ადამიანისთვის, პაციენტისთვის. მეორე მხარეა თვითონ კვალიფიკაცია, ხო ადამიანები იმას პროფესიონალები, პროფესიული კვალიფიკაციაზე გულისხმობ. რამდენად მზად არის მიიღოს და დასვას სწორი დიაგნოზი ექიმმა, რამდენად მზად არის ეს შემთხვევა მართოს. და ამ შემთხვევის მართვას არ გულისხმობ მხოლოდ ამ კონსულტაციის პერიოდს, მართოს დაავადების დადგომიდან გამოჯანმრთელებამდე. იმიტომ რომ ხშირად სამწუხაროდ ეს პრობლემა შემთხვევების მართვა, როცა ადამიანი რაღაცა პრობლემის წინაშე დგას, ხშირად ამ ოჯახის წევრების და თვითონ ამ პაციენტზე არის დამოკიდებული. ეს ყველაფერი როგორც სუბიექტური ფაქტორი, ხო, დამოკიდებულებითი ფაქტორი. ისე ფაქტორები, რაც კვალიფიკაციასთან და მკურნალობის გამოსავალთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია სამართლიანად იწევს ჩვენი მოსახლეობის, ასე ვთქვათ, აქ იყო ბატონო სანდრო, ძალიან საინტერესო აქცენტი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმების გარკვეულ ნაწილს უხდება სხვადასხვა კლინიკებში მუშაობა, აქვთ დაძაბული სამუშაო გრაფიკი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ნაკლები ყურადღება, რასაც ითხოვს მომხმარებელი, განსაკუთრებით პაციენტი, როდესაც მიმართავს კლინიკას, სწორედ ამასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არის ადამიანური ფაქტორი. გასაკვირველია, მართალი ბრძანდებით. ჩვენ ბევრი ექიმი ყავს, მაგრამ სამწუხაროდ თუ გჭირდებათ კვალიფიციური სპეციალისტის მოძებნა, გიწევთ კითხვით, ხო?
მაგალითად არის სპეციალობები და სპეციალისტები, რომლებიც არა მარტო გეოგრაფიულად არის მათი მოძებნა ძნელი და მხოლოდ დიდ ქალაქებში შეიძლება კვალიფიციური სპეციალისტის მოძებნა სიმრავლის მიუხედავად. არამედ ხშირად ეს ადამიანები იმდენად დაკავებულები არიან ხოლმე, რომ ძნელია უბრალოდ მათთან მოხვედრა. ანუ არათანაბრად არის ეს დატვირთული ექიმები და ბევრ ექიმს გეთანხმებით იმის გამო, რომ ეს ანაზღაურება ცხადია დამოკიდებულია მათი მუშაობის დროზე და პაციენტების რაოდენობაზე და ხშირად ეს გადასახადის ანაზღაურება უსამართლოდ დაბალია, ხშირად უწევს რამდენიმე ადგილას მუშაობა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ეს ალბათ არ ეხება მხოლოდ ექიმს, ზოგადად მეტ პერსონალს ეხება, იმიტომ რომ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ექთნებიც იგივე რეჟიმში მუშაობენ დაახლოებით. ექთნებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, ხარ თუ ჰოსპიტალურ სექტორს ავიღებ, პაციენტი დიდოს სწორედ ექთანთან ატარებს. ამიტომაც ის არასაკმარისი დაფინანსება, უსამართლოდ დაბალი დაფინანსება, თქვათ ესე, რომელიც დღეს არის იმ დაფინანსების მაღალ მოცულობას შორის და დიდ თანხებთან შორის, ეს იწვევს მათ შორის სამედიცინო პერსონალის გადაღვასაც, ხო? ექიმსაც უნდა დასვენება, ექიმსაც უნდა ყურადღება, ექიმსაც უნდა დრო პროფესიული განვითარებისთვის. სამწუხაროდ მე ეს ყველაფერი აისახება პაციენტს და ექიმს შორის ურთიერთობაზე. ამიტომაც მე არ მინდა რომ ვიბე გავამართლო, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი სისტემა და ჩვენ უნდა ვიფიქროთ პაციენტებს. ბევრი არგუმენტი შეიძლება მოვიყვანოთ, რატომ არის ეს, მაგრამ პირველ რიგში რასაკვირველია უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გამოვასწოროთ ეს ფაქტორები, რომ პაციენტმა მიიღოს საკმარისი ყურადღება, ექიმმა დაუთმოს იმდენი რომ რამდენიც საჭიროა იყოს თავაზიანი, ყურადღებიანი და საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ კურნალობის ხარისხზე გამოსავალზე ესე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, დიდ მნიშვნელობას იმაშება, ხო? დიდ მნიშვნელობა აქვს ამ კურნალობის გამოსავალზე. ხელმისაწვდომობაზე იყო აქცენტი, ბატონო სანდრო, რამდენად ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება, მაგალითად აქცენტი იყო რეგიონებში არ არის ხელმისაწვდომი, ადამიანებს უწევთ გრძელი გზის გავლა, სხვადასხვა კლინიკებში გადაადგილდებიან, ხშირად საზღვარგარეთ მიდიან მაგალითად თუნდაც. საზღვარგარეთ წასვლაც იმის გამო, რომ ვერ პოულობენ საკმარის და კვალიფიციური მომსახურებას საქართველოში. ბევრი ესეთი დიაგნოზია დღეს კიდე საქართველოში, რომლის კურნალობა სამწუხაროდ საზღვარგარეთ უფრო ხარისხიანად ხდება და უფრო კარგად ხდება ვიდრე ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ ხელმისაწვდომობა გეოგრაფიულის გარდა, რაც უკვე ვახსენეთ, ეხა ექიმების 50% თბილისში ცხოვრობს. ბათუმში, თქვათ, ქუთაისში, დიდ ქალაქებში კიდე შეიძლება, მაგრამ რაც უფრო შორდებით დიდ ქალაქებს, მით უფრო ნაკლებია როგორც ექიმების, სპეციალისტების რაოდენობა. და რაოდენობას და სამწუხაროდ კვალიფიკაციაც იკლებს, ხო, თანდათანობით. ამიტომაც უწევს ხშირად აკეთიკიცია, რომ ძალიან ბევრია დიაგნოსტიკური შეცდომები საქართველოში. ძალიან დიდია ეს კომერციული ფაქტორი ჩარეული, როდესაც ექიმი იგივე მაგალითად წამლის გამოწერის დროს უკან დაბრუნებულ თანხაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე იმაზე, რომ დაზოგოს პაციენტის ხარჯი და დაზოგოს პაციენტის ეკონომიკური, გაითვალისწინოს პაციენტის ეკონომიკური მდგომარეობა. ეს არის სამწუხარო ფაქტორები, რომელიც ძირითადად პროფესიულ ეთიკასთან არის ხომ ხშირად დაკავშირებული, პროფესიონალებთან არის დაკავშირებული და თუ თქვათ პირველი მიზეზი ჩემი აზრით, რაც არის დაკავშირებული სწორედ უკმაყოფილებასთან და ხარისხთან ამ მომსახურებით, ეს ორი ფაქტორი მინდა გამოვყვეს, არის პროფესიული ეთიკა და კვალიფიკაცია. აი ეს ორი ფაქტორი ბუნებრივია პირველ რიგში არის მისახედი იმისთვის, რომ ჩვენი მედიცინა იყოს დამყარებული მაღალმორალურ პრინციპებზე, ფასეულობებზე, პაციენტზე იყოს ორიენტირებული და ხშირად ეს მოგებაზე ორიენტირებულობამ არ გადაფაროს ყველაფერი, ისაც ექიმის პროფესიასთან არის დაკავშირებული და პაციენტის ინტერესები. აი სწორედ მაგაზე მინდა კითხოთ, თუ სამედიცინო პერსონალს აქვს დაბალი შემოსავალი და ის იძულებულია შემოსავლის გასაზრდელად რამოდენიმე კლინიკასთან თანამშრომლობდეს, სხვადასხვა განსხვავებული და რთული სამუშაო რეჟიმი ჰქონდეს, აი ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს გამოსავალი, იმიტომ რომ ბუნებრივია ვერავინ აუკრძალავს ექიმს ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რამდენი სჭირდება, მაგრამ მისი რესურსიც ხომ ამოუწურავი არ არის, არა? ცით როგორ არის, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ექიმები სამწუხაროდ ხშირად ფიქრობენ თავიანთი საქმიანობა საზღვარგარეთ გააგრძელონ, იმიტომ რომ მათი კვალიფიკაციის და მათი ცოდნიდან გამომდინარე, იქ უფრო მეტი საშუალება აქვს, რომ მიიღოს დამსახურებული ღირსეული ანაზღაურება, ბევრი ექიმი სამწუხაროდ ფიქრობს დატოვოს ხო საქართველოს. ამიტომაც პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, როგორ შევინარჩუნოთ ეს ყველაზე კვალიფიციური და მსოფლიო ადამიანები და როგორ მივცეთ მათ დამსახურებული ანაზღაურება. ხშირად ამაზე მოქმედებს ის ცვლილებები, რაც ანაზღაურების
ფორმებთან არის დაკავშირებული, ხო, ხშირად მოქმედებს ის, რომ ყველაზე დაუფასებელი ამ დეფიციტური ხშირად დაფინანსების დროს სწორედ ექიმის და ელექტრის შრომაა. რატო ვიძახი ამას? ჩვენ კი ვიძახით, რომ იზრდება ჯანმრთელობის დაფინანსება, ხო? აბსოლუტურ ციფრებში. მაგრამ რომ ავიღოთ თლიანში და პროდუქტის პროცენტი და ავიღოთ ერთ სულზე დახარჯული თანხა, ძალიან მაინც ჩამორჩებით განვითარებული ქვეყნების ხარჯებს და განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის შესაძლებლობებს. ამიტომაც არის ბუნებრივია, რომ ჩვენ ქვეყანაში ექიმი არ იღებს ისეთ ღირსეულ ანაზღაურებას, რომ მას შეეძლოს ერთ ადგილას მუშაობა, შეეძლოს კონცენტრაცია გააკეთოს პაციენტზე და რა ვთქვათ, იმაზე რამდენი აქვს გამომუშავება და გარდა ამისა დრო დარჩეს იმისთვის, რომ თავის პროფესიულ განვითარებაზეც იფიქროს. რამდენად შესაძლებელი იქნება აი ამ პირობებში კლინიკებმა თუნდაც რომ იზრუნონ იმაზე, რომ გაუმჯობესონ ხარისხის მიწოდება, რესურსი რამდენად ექნებათ ამისი? შესაძლებლოა კი აუცილებელია. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მეტი ყურადღება დაუთმეთ იმას, თუ რამდენს ვხარჯავთ ფულს და ნაკლები ყურადღება დაუთმეთ ის, როგორ შეიცვალა ჩვენი მომსახურება პაციენტის თვალსაზრისით, ხო? იხდის არის პაციენტი გზნობს უფრო კმაყოფილია თუ არა ამ ბევრი გადახდის შედეგად, ხო? ის რომ ადვილად მიდის პაციენტი ექიმთან, ხო? ეგ იმას ანიშნავს, რომ მას ნაკლები ფულის გადახდა უწევს, ხშირად იგივე წამლების საყიდლად ან სხვა ძვირადღირებული კვლევების ჩასატარებლად ან ვთქვათ არა იძულებული წავიდეს საზღვარგარეთ და საზღვარგარეთ ჩაიტაროს ყურადღება. უნდა ჩვენ დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რამდენად მისამართულად და რამდენად ეფექტურად ხარჯავთ ამ თანხას. და მეორე, მარტო პაციენტი არის მთავარი ამ სისტემაში, მაგრამ მოგეხსენებათ, მთავარი ვინც პაციენტს უნდა გვერდზე ეტყვის, არის ექიმი, ექთანი და სხვა სამედიცინო სპეციალობები, ხო? აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ დაახოთ, როგორ აისახება ეს ჩვენი გაზრდილი ბიუჯეტი ექიმის ხელფასზე. იმაზე რამდენს ხარჯავთ ჩვენ ექიმის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ხო? რამდენად კომფორტული ექიმისთვის ეს გარემო, რამდენად დაცული ექიმი, სოციალურ დაცვასაც გულისხმობ, ხო? ამიტომაც არის, რომ ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა დაუთმოთ ამას, იმიტომ რომ ეხლა საშუალო ხელფასი ახსენეთ, ხო? ექიმები არიან, რომლებსაც მართლა მაღალი ანაზღაურება აქვს, მაგრამ არიან ექიმები, რომლებსაც სამწუხაროდ იბაზე დაბალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე საშუალო ხელფასია საქართველოში და გაცილებით ნაკლები ანაზღაურება. იგივე შემიძლია კიდევ უფრო მეტი შემიძლია ექთრებზე ვისაუბრო, ხო? აქედან გამომდინარე და არის ძალიან დეფიციტური პროფესიები, ხო? აი ხშირად საუბრობ ჩვენ პირველად ჯანდაცვაზე ოჯახის ექიმზე, შეხედეთ ოჯახის ექიმის ხელფასს, ხო? ექიმი ოჯახის ექიმის სამუშაო დატვირთვას, ხო? იმ მოთხოვნებსაც ჩვენ ამ პროფესიას უყენებთ, ხო? იმიტომაც აღარ უნდათ ახალგაზრდებს წავიდნენ და ამ პროფესიით დაკავდნენ. და რაც უფრო შორს არის, თქვათ, ადამიანი დიდი ქალაქიდან და უწევს, თქვათ, სოფლის პირობებში მუშაობა მით უფრო მეტი გამოწვევების და მეტი პრობლემის წინაშე დგას. ამიტომაც არის, რომ ჩვენი დაფინანსებაც, ჩვენი ორგანიზაცია სამედიცინო სამსახურის პირველ რიგში ყურადღება უნდა დაუთმოს იმას, როგორი აისახება ჩვენი გაზრდილი ხარჯები პაციენტის კმაყოფილებაზე, მომსახურების ხარისხზე და ექიმის და ექთნების სოციალურ მდგომარეობაზე, ხო? რომ ეს დახარჯული თანხა პირველ რიგში მოხმარდეს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ექიმიც უნდა ღირსეულ პირობებში მუშაობის და ღირსეულ ანაზღაურებას ღებულობს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს სანდრო ურუშაძე გახლდათ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი სადაზღვევო კომპანია ალდაგის ბათუმის ფილიალის მმართველი იქნება ნონა ბარამია. მომხმარებელთა სერვისებით კმაყოფილების კვლევის შედეგების მიხედვით კიდევ ერთი დაბალი შეფასების მქონე სადაზღვევო მომსახურების სექტორის ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრებს. ის უკვე სტუდიაში იმყოფება და მზად არის შემოგვიერთდეს, თუმცა მანამდე კვლავ სტატისტიკა და ვიდეო მასალა. დავიწყოთ ამჯერადაც სტატისტიკით და გავეცნოთ უახლეს მონაცემებს სადაზღვევო სექტორის განვითარების ტენდენციების შესახებ. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით 2024 წელს წინა წელთან შედარებით დაფიქსირდა სადაზღვევო ბაზრის ზრდა, კერძოდ სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია გაიზარდა 18.3% და მიაღწია 1.259 მილიონს. სადაზღვევო მოგება გაიზარდა 23.7% და მიაღწია 307 მილიონ ლარს. სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება გაიზარდა 71.6% და მიაღწია 127 მილიონ ლარს. აქტივები გაიზარდა 11.1% და მიაღწია 1.456 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი გაიზარდა 22.7% და მიაღწია 459 მილიონ ლარს.
ამავე მონაცემებით 2024 წელს წინა წელთან შედარებით გაზრდილია თითოეული კომპანიის მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიაც, კერძოდ ყველაზე მეტი პრემია 219 მილიონი ლარი. საანგარიშო პერიოდში მოიზიდა კვლავ GPI-მ და 35 მილიონი ლარით გაუმჯობესა წინა წლის შედეგი, რაც შეეხება სხვა კომპანიებს, TBC-ის მიერ მოზიდული პრემია გაიზარდა ასევე 35 მილიონი ლარით და მიაღწია 212 მილიონს, ალდაგის მიერ მოზიდული გაიზარდა 23 მილიონით და მიაღწია 193 მილიონს, იმედიელის გაიზარდა ასევე 23 მილიონით და მიაღწია 118 მილიონს, არდის გაიზარდა 190 მილიონით, რადგან წინა წელს იყო ნულოვანი, ირაოს გაიზარდა 13 მილიონით და მიაღწია 83 მილიონს, ხოლო ბენეფიცის გაიზარდა 18 მილიონით და მიაღწია 58 მილიონს. მონაცემები მოზიდული პრემიების შესახებ დაზღვევის სახეობების მიხედვით დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით 2024 წელს ყველაზე მეტი 534 მილიონ ლარამდე სადაზღვევო პრემიის მოზიდვა მოხდა ჯანმრთელობის დაზღვევით, რაც შეეხება სხვა პროდუქტებს 256 მილიონი ლარი მოდის რკინიგზის გარდა სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევაზე, 132 მილიონი ლარი ქონების დაზღვევაზე, 109 მილიონი ლარი სიცოცხლის დაზღვევაზე, 82 მილიონ ლარამდე ავტოპასუხისმგებლობაზე, 32 მილიონ ლარამდე სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, 24 მილიონ ლარამდე საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების კორპუსის დაზღვევაზე, ხოლო 90 მილიონ ლარამდე დაზღვევის სხვა სახეობებზე. მონაცემები ანაზღაურებული ზარალის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით 2024 წელს ყველაზე მეტი 122 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი აანაზღაურა GPI-მ, რაც შეეხება სხვა კომპანიებს, 115 მილიონი ლარი აანაზღაურა BB დაზღვევამ, 97 მილიონი ლარი TBC-მ, 84 მილიონი ლარი ალდაგმა, 74 მილიონი ლარი იმედიელმა, 43 მილიონი ლარი ირაომ, 39 მილიონი ლარი PSP-მ, ხოლო 186 მილიონი ლარი დანარჩენმა კომპანიებმა. და ბოლოს მონაცემები გამომუშავებული პრემიისა და ზარალის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით 2024 წელს ყველაზე მეტი გამომუშავებული პრემია და ზარალი მოდის GPI-ზე, კერძოდ ამ კომპანიის შემთხვევაში გამომუშავებული პრემიის მოცულობა მიაღწია 199 მილიონ ლარს, ხოლო ზარალმა 124 მილიონ ლარს. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, TBC-ის შემთხვევაში შეფარდება არის 196 101-ზე, ალდაგის შემთხვევაში 187 74-ზე, იმედიელის შემთხვევაში 109 76-ზე, ირაოს შემთხვევაში 77 42-ზე, არდის შემთხვევაში 61 40-ზე, უნისონის შემთხვევაში 52 12-ზე, ხოლო დანარჩენი კომპანიების შემთხვევაში 262 229 მილიონ ლარზე. ასეთი იყო სტატისტიკური მონაცემები უახლესი ტენდენციების შესახებ სადაზღვევო სექტორში. ახლა კომენტარი კითხვაზე თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს სადაზღვევო კომპანიები და რატომ შეიძლება იყოს მომსახურებით კმაყოფილების დონე დაბალი, პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმართან ნონა ბარამიასთან ერთად დაუბრუნდებით. დაზღვევა და ფინანსური სექტორი შედარებით უფრო კომპლექსური და რთული სექტორია. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს უჭირთ თუნდაც ხელშეკრულების გაგება, მე თვითონ დაზღვევის მომსახურების სქემის გაგება და მარტივად სარგებლობა. ამ სქემით ჩვენ ძალიან ვცდილობთ ყველა ჩვენი არხით და თანამშრომლების დახმარებით, რომ რაც შეიძლება მეტად გავამარტივოთ დაზღვევის სერვისებით სარგებლობა, ამაში გვეხმარება ციფრული სერვისები, იმიტომ რომ 2016 წლიდან დღემდე GPI ყოველწლიურად ავითარებს ციფრულ სერვისებს და ამარტივებს დაზღვევის პროცესს, შემდეგ თვითონ მომსახურების მიღების პროცესსაც ვამარტივებთ და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მარტივად მიიღონ ადამიანებმა ის სერვისები, რასაც დაზღვევას თავაზობთ მათ და აქედან გამომდინარე გვგონია, რომ სწორედ ეს გვეხმარება ყველაზე მეტად იმაში, რომ ადამიანები გვენდობიან და კმაყოფილერიან თქვა ჩვენი მომსახურების ხარისხით. ჩვენ ვატარებთ კვლევებს ყოველთვის მუდმივად, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე კომპანიის გარეთ დაქირავებული კვლევითი კომპანიებისგან და ვცდილობთ გავიგოთ რა საჭიროებები აქვს ჩვენ დაზღვეულებს, რას ითხოვენ ასე თქვა ჩვენგან და რა შეგვიძლია რომ უფრო მარტივად გავაკეთოთ და აი ამ მონაცემებზე დაყრდნობით მერე ვადგენთ ახალ პროდუქტებს, ახალ მომსახურებებს და სერვისებს თავაზობთ მათ. ჩვენ და სასიხარულოდ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო
წლების განმავლობაში მუდმივად გვაქვს კარგი დადებითი შეფასებები და კმაყოფილების მაჩვენებელი ჩვენი მომსახურების ხარისხით არის 96%-ზე მაღალი სხვა პროდუქტების მიხედვით და ეს ჩვენთვის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი და კარგი ციფრია. თანამედროვე ტენდენციებთან ერთად ყველაზე მეტად მოთხოვნადი არის დისტანციურად მომსახურების მიღება ციფრულ სივრცეში, ასე ვთქვათ, უფრო წინსვლა, უფრო მეტი ციფრული ტექნოლოგიის დანერგვა დაზღვევაში და მომხმარებელს უნდა რომ მარტივად და სწრაფად მიიღოს მომსახურება და ჩვენი ამ ბოლო წლების განმავლობაში ეს ჩვენი სტრატეგიული ბიზნეს მიზანი არის ის, რომ გავამარტივოთ დაზღვევა და აი ამ ციფრული სერვისების საშუალებით შევთავაზოთ ყველაფერი მარტივად და კომფორტულად. აი, სწორედ ჩვენი აპლიკაცია, ვებგვერდი, ყველა პროდუქტი, რასაც ვქნით, ვცდილობ, რომ ინტეგრირებული იყოს მაქსიმალურად ამ ციფრულ სერვისთან და გონია, რომ ეს კარგად გამოგვდის და ჩვენი მომხმარებელი ძალიან მარტივად და სწრაფად ახერხებს დაზღვევის სერვისებით სარგებლობას. და ახლა ჩვენ შეკითხვებს სადაზღვევო სექტორში დაფიქსირებული ბოლოდროინდელი ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ დაპირებისამებრ სტუმარი სადაზღვევო კომპანია ალდაგის ბათუმის ფილიალის მმართველი ნონა ბარამია უპასუხებს. საღამომშვიდობის ნონა, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ვნახეთ, შეიძლება ითქვას, კარგი ტენდენციები სადაზღვევო სექტორში, სადაზღვევო სექტორის ზრდა ფიქსირდება ბოლო პერიოდში. თუ შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ ტენდენციებზე რეგიონულ დონეზე, მაგალითად, თუნდაც აჭარის მასშტაბით, რა ვითარება გვაქვს ამ კუთხით სადაზღვევო სექტორში? მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, სადაზღვევო ბაზარი წინა წელთან მიმართებაში და ზოგადად ბოლო 5 წლის განმავლობაში იზრდება. რა თქმა უნდა, სადაზღვევო კომპანია ალდაგიც მიყვება ბაზარს 2023-თან მიმართებაში ჩვენ ზრდა დაახლოებით 14%-მდე გვქონდა. 2024-ის მონაცემებით სადაზღვევო კომპანია ალდაგმა 193 მილიონი ლარი მოიზიდა, რაც მთლიანი ბაზრის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგი 2014 წლიდან არ გახლავთ ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანია და ის სრულად არასასიცოცხლო ფინანსი დაზღვევის ბიზნესში ოპერირებს და ლიდერია ბაზარზე ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, სამედიცინო მიმართულება ყველაზე მსხვილი და ყველაზე დიდი პროდუქტია. შესაბამისად, მოზიდული პრემიით, დამდგარი და ანაზღაურებული ზარალების კუთხითაც, სწორედ ამიტომ აღვნიშნავ, რომ სადაზღვევო კომპანია არ გახლავთ ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანია და ჩვენ არ ვყიდით ჯანმრთელობის პოლისებს. აქედან გამომდინარე, ბაზრის ამ წილზე არ ვისაუბრებ. თუმცა ეს არის საინტერესო, აი ზუსტად პროდუქტებზე მინდოდა დამესვა კითხვა. რა ტენდენცია ბოლო პერიოდში, რა პროდუქტებზე ჩნდება მეტი მოთხოვნილება, რა ხდება საინტერესო უფრო მეტად მომხმარებლისთვის სადაზღვევო ბაზარზე და აი ამის გათვალისწინებით თქვენ რატომ თქვით უარი, იმიტომ რომ თავადვე აღნიშნეთ, რომ ჯანდაცვის ესე ვთქვათ დაზღვევას საკმაოდ მოცულობითი პრემიის მოზიდვა შეუძლია. ჩვენი კომპანია მუდმივად ვითარდება და 2014 წელს პირველი კომპანია ვიყავით, როდესაც გადავედით მუშაობის ევროპულ სტილზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა გასულიყო და სრულად ოპერირება დაგვეწყო არაჯანმრთელობის ბაზარზე. ეს იყო განმაპირობებელი მიზეზი. და ალბათ სარისკოც თავის დროზე. თავის დროზე სარისკოც, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ არ გაამართლა, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ბაზრის ლიდერები ვართ. ნამდვილად იგივე ქონების დაზღვევის მიმართულებით ბაზრის 45% გვიჭირავს 2024-ის მონაცემებით, ავტოდაზღვევის მიმართულებით 23% გვიჭირავს, პასუხისმგებლობის მიმართულებით 37% გვიჭირავს. საკმაოდ გაამართლა. თუმცა ეს პროდუქტები არ იყო ადრე მაინცსა და მაინც პოპულარული. თქვენი დაკვირვებით უფრო და უფრო პოპულარული შემდგომში გახდა თუ როგორი იყო ტენდენცია? მოგახსენებთ 2024 წლიდან ზოგადად რომ აღვნიშნოთ 2024 წლის მონაცემებით ალდაგი 110.000-მდე დაზღვეულს ემსახურება, აქედან კორპორატიულ ნაწილში 5.000-მდე მომხმარებელია, რითეილ ნაწილში 106.000-მდე მომხმარებელი ყიდულობს ჩვენს პროდუქტებს და სარგებლობს სერვისებით. რა თქმა უნდა, ბაზარი მუდმივად იზრდება და პროდუქტები იხვეწება, თუმცა
იგივე ავტოდაზღვევის ნაწილში პენეტრაციის დონე საკმაოდ დაბალი არის. აი თქვენ ანაზღაურების ნაწილსაც შეეხებდა ორიოდე სიტყვით მეც შევეხები, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა 20-24 წლის განმავლობაში 86 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა თავის მომხმარებლებს სხვადასხვა დაზღვევის სახეობებში. რა თქმა უნდა, თუმცა აქაც დიდი წილი იგივე ავტოდაზღვევის ზარალებზე მოდის. ზოგადად ბოლო სტატისტიკას თუ გადავხედავთ ავტოდაზღვევის მიმართულებით, საქართველოში რეგისტრირებული 1.400.000 ავტომობილიდან დღესდღეობით მხოლოდ 7% არის დაზღვეული. ეს იმ ფონზე, როდესაც ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს, დამეთანხმებით ალბათ რომ საკმაოდ დაბალი ციფრია და ამ ციფრს კიდევ თუ უფრო ჩავშლით, ჩვენ დავინახავთ რომ ბიზნესი უფრო აქტიურობს, ანუ კორპორატიული მიმართულება, ანუ ბიზნეს უფრო აქვს შესაძლებლობა რომ შეიძინოს სადაზღვევო პროდუქტები, დიახ, რასაც ვერ ვიტყვით ფიზიკურ პირზე, ფიზიკური პირების ნაწილში პენეტრაციის დონე საკმაოდ დაბალი არის. ნუ ეს ბევრი მიზეზით არის განპირობებული, თუნდაც რომ ავღნიშნოთ, რომ საქართველოში არსებული ავტოპარკის 80% 10 წელზე მეტი ხნოვანების არის, იგივე ხელმისაწვდომობა ამ პროდუქტზე, ავტომობილის ძარის დაზღვევა ნამდვილად არ არის იაფი შესაძლებლობა. იგივე ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონე მომხმარებელზე ახდენს გავლენას და შემცირებული შემოსავლები ბუნებრივია დაზღვევაზე მოთხოვნასაც ამცირებს და ასევე მნიშვნელოვანი ეს არის დაზღვევის მიმართ ცნობიერების დაბალი დონე ჯერ კიდევ. სამწუხაროდ ჯერ კიდევ გვაქვს. საინტერესოა თქვენი მიდგომა აი მომხმარებლებზე ვსაუბრობდით, ბაზარი გაიზარდა და ბუნებრივია იზრდება გამოწვევებიც. როგორც ხედავთ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კლიენტთა კმაყოფილების დონე. კვლევა აჩვენებს, რომ ეს არის საკმაოდ დაბალი სამწუხაროდ. რით შეიძლება იყოს თქვენი შეფასებით ეს განპირობებული და როგორია თქვენი სტრატეგია კლიენტების კმაყოფილების დონის გაზრდასთან და მართვასთან დაკავშირებით თუნდაც? კეთილი. სადაზღვევო კომპანია ალდაგი დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე პირველი კომპანია იყო, 35 წელია ჩვენ ვოპერირებთ სადაზღვევო ბაზარზე უწყვეტად. ჩვენ ყოველწლიურად ვიკვლევთ ჩვენი მომხმარებლების კეთილდღეობას. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან, იქნება ეს ფიზიკური პირი თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, ჩვენ თითოეულ მათგანს ხვდებით, ვესაუბრებით, ვაზუსტებთ მათ საჭიროებებს და ბუნებრივია შემდგომ მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს ვქმნით და ვთავაზობთ. მოგეხსენებათ, იგივე მცირე და საშუალო ბიზნესი ძალიან სენსიტიურია ნებისმიერი რისკის ხდომილების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესს არა მარტო დაზღვევის პროდუქტებს ვთავაზობთ, ჩვენ დიდი კომპანია ვართ, დიდი გამოცდილება გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შევიძინოთ სხვადასხვა სერვისები კორპორატიულ ფასად და შემდგომ მათი საჭიროების მიხედვით შევთავაზოთ მათ შეღავათიან ფასებში ეს სერვისები, იქნება ეს აუდიტორული, ბუღალტრული აღრიცხვა თუ საკონსულტაციო ამ შემთხვევაში კომუნიკაცია არის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს მომხმარებლის კმაყოფილებას, ხშირი კომუნიკაცია, მეტი ყურადღების დათმობა. რა თქმა უნდა, მეტი მსჯელობა იმაზე, როგორ მოერგოს პროდუქტი ინდივიდუალურ საჭიროებებს. რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალური მიდგომა, როგორც აღნიშნე, არის ყველაზე მნიშვნელოვანი და თუნდაც აი ჩვენს დამზღვევებს ვევლინებით როგორც არა მარტო მზღვეველი, არამედ როგორც პარტნიორი. გასაგებია, გარემოზე რა შეგიძლია თქვათ, მარეგულირებელ გარემოზე, სადაზღვევო სფერო არის და სექტორი არის რეგულირებადი სექტორი. ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეული ესე ვთქვათ, განვითარების რესურსები შეზღუდულია სწორედ ამ მარეგულირებელი გარემოს მიერ და უნდა შეიცვალოს მიდგომები? კეთილი. სადაზღვევო ბაზრის განვითარება ზოგადად უწყვეტი პროცესია და დაზღვევის სექტორი არის დღეს ბაზარზე ის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტად ეხლა არის განვითარების ეტაპზე. მარეგულირებელს და ზედამხედველობის საქმიანობას, რა თქმა უნდა, ჩვენ საქმიანობასთან მიმართებაში უდიდესი როლი უჭირავს. მოგეხსენება თქვენ, რომ ბაზარი დიდი ხანია ელოდებოდა ესტონურ მოდელზე გადასვლას და 20-24 წელი ამითაც იყო გამორჩეული, რომ სადაზღვევო ბაზარი გადავიდა ამ მოდელზე, რაც მომავალში სადაზღვევო კომპანიების კაპიტალის ზრდას გამოიწვევს. მოგეხსენებათ, რომ სადაზღვევო კომპანიების ოპერირებისთვის მნიშვნელოვანია კაპიტალის მოცულობა, იგივე გადახდის უნარიანობა, შესაბამისად ზედამხედველობის სამსახური, მარეგულირებელი ორგანო მუდმივად არის ჩართული სადაზღვევო სექტორის განვითარებასთან მიმართებაში და ხელშეწყობაზე. ასევე ჩვენ ველოდებით
ქვეყანაში ძალიან მალე სავალდებულო მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის მიღებას, ავტომფლობელთა მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობას, დიახ, რაც რადიკალურად შეცვლის მიმდინარე ფონს და რა თქმა უნდა, იგივე დაზღვევის მიმართ ცნობიერება შეიცვლება, ნდობა გაიზრდება სადაზღვევო კომპანიების მიმართ კონკრეტული შემთხვევების დაფინანსების შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ. სადაზღვევო სექტორი ასე მუშაობს, თუ ზარალი უნაზღაურდება ადამიანს და მას ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება, ბუნებრივია ეს ნდობას აღნიშნავ, რომ პოსტსაბჭოთა კავშირში ერთადერთი ქვეყანა ვართ დარჩენილი, ვისაც არ აქვს ეს სავალდებულო ავტომფლობელთა მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობა. კანონი 2019 წლიდან უკვე არსებობს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2025-ში საპარლამენტო საშემოდგომო სესიაზე მიღებული იქნება ეს კანონი და 2026-დან უკვე დაიწყება ამოქმედება და რა თქმა უნდა ეს სადაზღვევო სექტორსაც გაზრდის დაახლოებით 20-25%-ით. რაც შეეხება სხვა მოლოდინებს სადაზღვევო ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით, რა მოლოდინები გაქვთ უახლოესი პერიოდისთვის, თუნდაც მიმდინარე წლისთვის და ამით რომ დავასრულოთ. კეთილი. როგორც უკვე აღნიშნე, სადაზღვევო სექტორი ელოდება სავალდებულო დაზღვევის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამისთვის გარკვეული ინფრასტრუქტურაც არის საჭირო და ვამზადებთ. ანუ თქვენც გჭირდებათ. რა თქმა უნდა, ამ სავალდებულო დაზღვევის შემოსვლა ჩვენ ქვეყანაში დადებით ეფექტს მოუტანს არა მარტო სადაზღვეო კომპანიას, არამედ თითეული მოქალაქისთვის იქნება ეს სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტია. თუ გადავხედავთ ჩვენ ავტოავარიების სტატისტიკას საქართველოში, ვნახავთ რომ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის. შესაბამისად ეს დაზღვევა მოიტანს იმ სიკეთეს, აი მაგალითის დონეზე რო განვიხილოთ, როდესაც მე ვმართავ ავტომობილს და ვაზიანებ სხვის ავტომობილს, ან სხვის ქონებას, ან ჯანმრთელობას, ან სიცოცხლეს, ფეხით მოსიარულე თუ სხვა მანქანაში მსხდომს არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ მოქალაქეს უწევს ფიქრი იმაზე, რომ საიდან მოიტანოს რესურსები, რომ დაზარალებული დააფინანსოს, ხო? შესაბამისად, ეს კანონი და ეს დაზღვევა და სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ მსგავსი ზარალების დაფინანსებას, რაც რა თქმა უნდა შემდგომში შეუწყობს ხელს იგივე ცნობადობის. ანუ თქვენი მთავარი მოლოდინები ამ ეტაპზე მაინც მიმართულია ავტოპასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას. კარგი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. ეს ნონა ბარამია გახდათ სადაზღვევო კომპანია ალდაგის ბათუმის ფილიალის მმართველი. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ერთმანეთს მომავალ პარასკევს ამავე არხზე იგივე საეთერო დროს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ. ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.